გამარჯობა, ეს არის გადაცემა სწრაფი სპარკერი. ჩვენ სტუმრად გვყავს საბა აფხაზავა, 16 წლის დეველოპერი. ჩემთან ერთად მან შექმნა კომპანია სპარკერი და დღეს დავუსვავ რაღაც სწრაფ კითხვებს, რომელზეც უნდა გამცეს სწრაფი პასუხი. საბა, მზად ხარ? არა. ძალიან კარგი. მაშინ დავიწყოთ. შეიძლება არ იყო მზად, მაგრამ მაინც დავიწყოთ. კარგი. საბა, პირველი კითხვა. დეველოპერობა არჩევანი იყო თუ შემთხვევითობა? უცებ. არჩევანი. არჩევანი. ძალიან კარგი. ყველაზე უცნაური კოდი რაც დაგიწერია. ძალიან უცნაური კითხვები მექნება რა. უცებ ნომერს. რაც გაფიქრება ეგრე. კარგი. ფიქრის პროცესს ამოუჭი რა. ვიცი, ორი წუთი. და მიცეთ ყველაზე უცნაური. წინასა მაგით უნდა მითხრა ხოლმე. კიდე არ ამოვჭრით ამას. ესე იგი უცნაური არ გახსოვსო? არ გახსენდა. ესე იგი ყველაფერი ის ყველაფერი დაგეგმილი. ყველაფერი უცნაური. ყველაფერი დაგეგმილი გაქვს? უცნაური ყველაფერი კოდში. რას უფრო დაარქვევდი? კოდში ყველაფერი უცნაურია თუ კოდში ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი? ყველაფერი უცნაური. ყველაფერი უცნაური. ძალიან კარგი. შენი საყვარელი პროგრამირების ენა? Go, TypeScript. Go to TypeScript. ძალიან კარგი. რომელია ყველაზე overrated ტექნოლოგია დღეს? შენი აზრით? პროგრამირების ენას გულისხმობ თუ ზოგადად? არა, ენა ზოგადად. ალბათ Python-ი. ყველაზე overrated. Python. ზოგადად ყველანაირ ენას შორის, ან დედამიწაზე არსებულ ენებს შორის Python-ი არის სასწაული ენა. სასწაული არა, overrated. ძალიან კარგი. ესე იგი პირველი კოდი როდის დაწერე? ალბათ 9 წელს რო ვიყავი. 9 წელს რო ვიყავი. კაი, ახლა 16. ესე იგი 7 წლის წინ დაწერე პირველი კოდი. თუ მოგიწევდა ცხოვრებაში ბოლომდე მხოლოდ ერთი რამ დაგეკოდა. რა იქნებოდა? ანუ კოდით რო დაგეწერა ერთი რამ ცხოვრების ბოლომდე. რას დაწერდი სულ? სულ ერთი და იგივე სულ წერდა? ხო. დაიწყებოდა. ხელს არ მოკიდებდი პროგრამირებას. ისე ამოსაწყენი ესე. აჰა. ეხლა შეიძლება რაღაც სედ მუსიკა დავადოთ. კაი. რა შეცდომა გაქვს დაშვებული, რაც დღეს გახსოვს და გაცინებს? აი პროგრამირების განმავლობაში. შეიძლება რაღაცა სერიოზულ შეკვეთის დროს. ეგ რო თქვა. ეგ კომპანია ჯარიმაზე წავა. ესე კონტრაქტს დაარო. თუ არ გვინდა. გასაგებია. რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის ალგორითმები თუ პრაქტიკული გამოცდილება? პრაქტიკული გამოცდილება. აღასრა პასუხი. მე კითხვაც ვერ გავიაზრე. ძალიან კარგი. ქონია ისეთი მომენტი, როცა კოდი გაიჭედა და ვერ გაიგე რა ხდებოდა. ალბათ კი. აუს. აჰა, მეც მექნებოდა დაწმუნებული. რომ დამეწყო პროგრამირება. ხო. რა გქონია ისეთი მომენტი, როცა კოდი აი ეს კითხე უკვე. მეც გავჭედე. კოდი გაიჭედა, მეც გავჭედე. ჩემი დაწერილია. ხო. ესე იგი, Sparker აკადემიის შექმნის დროს ყველაზე დიდი გამოწვევა რა იყო? აი, ერთად რო შევქმნით. თავიდან რა ხარ, რა არის ყველაზე რთული? ან ეხა რა არის ხოლმე? ალბათ სწორი გუნდის შეკვრა. აჰა. ანუ იგივე შენი პოვნა. ესე რომ მიპოვე ხო რთული იყო და რომ მიპოვე უკვე აღარ რთული. აი, გასაგებია. ვიცი რომ აქ დავაპო უსუთ. ჩართულია თუ არა? ჩართული. ძალიან კარგი. ამას არ დავაკლაუზებთ, გავაგზავნებთ. ესე იგი, აქ მნიშვნელოვანი რა არის, იცით? ჩვენ თვითონ ვიღებთ ახლა აქ და ვამონტაჟებთ და სცენარის უცებ მოფიქრებულია და მგონია რომ საინტერესო გამოვა. სცენარი მოვიფიქრეთ 2 წუთის წინ ChatGPT-ს. ChatGPT გვეუბნება კითხვებს უსვავ და ეგ არის. ეს არის ყველაფერი. ანუ ახლა რეალური ადამიანი კი არის. რეალური ვარ. ხო, ეს ვასო, მაგრამ ჩვენ რეალურები ვართ. ეგ ალბათ. ეგეც ფილოსოფიური საკითხია. წარმოიდგინე რომ ჰაკათონზე ხარ. მხოლოდ 24 საათი გაქვს. ჩვენ ახლა წარმოადგენა ამისი არ გაგიჭირდება, იმიტომ რომ ჰაკათონების ზოგადად 48 საათი გვაქვს ხოლმე. კაი, 24 საათი გაქვს ჰაკათონზე. და რაღაცის შესაქმნელად რა მოკლედ ეს 24 საათი რას გააკეთებდი? თემა არ გვაქვს. არა. არა, კარგი.
მარტო არ თუ გუნდა ნახე მარტო ხარ რო წარმოვიდნენ ესეთი ჰაკათონი სადაც მარტო შენ ხარ მოდი იგივას მარტო ვარ და რაღაცა შენ დადგიე საკათონი შენ უნდა გააკეთო ანუ ჩემივე პრინცი ვიგებ კი არავის გარი რაღაც და შენთან იგებ იმ პრინცს რასაც წარაგანი კარგი რა იდეა მქონდა ბოლოს რაღაცის მენეჯმენტის სისტემა იქნებოდა დიდი ალბათობით ეს ძალიან სერიოზული პასუხია ოღონდ აი ხელოვნური ინტელექტი ჩართული მონაცემების გაანალიზებაში და ალბათ იქნებოდა მონაცემთა ბაზების მენეჯმენტი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. საბათ ცოტა ფან გადაცემა გვინდოდა, რაღაც ძალიან სერიოზული პასუხია, მაგრამ სწორია რა. კაია. შეგაიგე ხო და სწორია. ჟიურისგან შეფასება მაქვს. კი. მოკლედ, თუ შენ ცხოვრებიდან მხოლოდ ერთი აპლიკაცია შეგიძლია დატოვო. აი რაღაცა აპლიკაციები გვაქვს, ხო, დედამიწაზე არსებობს აპლიკაციები და მხოლოდ ერთი აპლიკაცია უნდა დავტოვოთ. რომელი იქნებოდა? Google, იდეალური აპლიკაცია, უმარტივესი აპლიკაცია. უმარტივესი. ანუ უმარტივესი იუზერისთვის რა, შენ ვინც იყენებს და ვინ შექმნა და როგორც მუშაობს, მაგაში ალბათ შენ მე მგონი Google-ის search ალგორითმზე რთული ალგორითმი ჯერ არ დაწერა და არც დაიწერა, შეგვიძლია ეგეც თქვა, ხო? ჯერჯერობით ეგრეა. როგორ არ დაიწერება? დაიწერა, შენ წერე. კაი. ესე გამოსაცნობია ასეთი რაღაც. თვალის წილ მისი კანონია. კეისარის. ჰამურაბის. კაი. ხო, ეს ისეთი კითხვა ჩავსვი აქ რო რაღაც. ეს თქვა შენი ჩასმული იყო. ხო, კი, იმიტომ რომ მე ვიცი რომ რაღაც ისტორიასთან შეხება გაქვს. და სწავლობ სკოლაში და ჰამურაბის. არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენი პასუხიც ხო ის, ანუ აქ არასწორი კი არა, შენი პასუხი რა იქნებოდა, ეგ არის მნიშვნელოვანი. შენ კეისარი თქვი, ხო, ეგ არის. აქ სწორი პასუხი არასწორი პასუხი არ არსებობს ჩვენთვის. ანუ ისტორია, აუ. აქ კოდს არ წერთ. უნდა გადამემეორებინა ისტორია. მოკლედ, თუ კოდერი არ იქნებოდი, ვინ იქნებოდი? კოდერი არის. პროექტების მენეჯერი. პროექტების მენეჯერი კი ხარ ეგეც რამე გამოგას. კაი, ყველაზე დიდი სისულელე რაც აქამდე დაგიგუგლია. დამიგუგლია? ხო. ელო ChatGPT-ს კითხე, მაგრამ ეგ შეიძლება რაღაც ძალიან private თემა იყოს. კაი, რაც გახსენდება ისეთი. ვეიცადე. ეხლა ჰაგიოგრაფიას რო გავდიოდით. შუშანიკი ქალი იყო თუ კაცი? ეგ კითხე მარტო? სანამ წავიკითხე. სანამ წავიკითხე, ძალიან კაი. ხო. ესე იგი თავიდან სქესით დაინტერესდი ესე იგი. ვინც ვიზეო აქვს საუბარი კაცი თუ ქალი. გასაგებია. ხო. და ეს და Google-ში ეგ შედის ესე იგი. ჰაგიოგრაფია და ყველაზე უცნობი ძალიან კაი. კაი. Matrix-ში რო იყო რა. გეტყობა რომ აბიტურიენტი ვარ. აჰა. კი, გეტყობა. ასაკზეც ხო. მოკლედ Matrix-ში რო იყო რა. წითელ აპს აიღებდი თუ ლურჯს? ხარ, Matrix-ში ვარ. ძალიან კაი. გადავედით შემდეგ კითხვაზე. ხელოვნური ინტელექტი საფრთხეთა შესაძლებლობა. შესაძლებლობა. ეს სწორი პასუხი. თუნდა მეც არ უნდა აუხსნა რატო? რატო? კაი, უცებ თუ იტყვი. მოკლედ, ხელოვნურ ინტელექტს არ აქვს ის შესაძლებლობა, რომ ადამიანის სამსახური წართვას, პირიქით სამსახურებს აჩენს ხელოვნური ინტელექტი. როგორც მაგალითად მანქანები რო შემოვიდა, ხო რამდენი ადამიანს წართვა სამსახური, ნეტლები აღარ იყო საჭირო. რაღაც ვისაც ცხენები ყავდა, რაღაცა ვინც ატარებდა. მაგრამ სამაგიეროდ მეტი სამსახური გაჩნდა, იმიტომ შემოვიდა პროფესია მექანიკოსი, ვინც მანქანებს აკეთებს, ატარებს და იგივე ვარიანტია ხელოვნურ ინტელექტზეც. ანუ კი, რაღაც პროფესიებს გააქრობს, მაგრამ უფრო მეტს გააჩენს. ზუსტად. ეგ არის. თუნდა დაგეწყო ცხოვრება თავიდან. ისევ პროგრამისტობას აირჩევდი? არა. არა, მოიცაკი, მაგრამ შეხო, ეხა იწყებს ცხოვრებას.
და აღარ მეყვება. ეხლა უკვე პრინციპში შენ პროდიუსერი შეიძლება იყო უკვე დღეიდან მენეჯერი ხო კი კაი სასურველი დამსაქმებელი რომელი იქნება Google, Microsoft თუ შენი სტარტაპი ჩემი სტარტაპი თქმა უნდა თქმა უნდა ერთი წინადადებით რას ეტყოდი მათ ვინც ახლა იწყებს კოდინგს არ დაიწყოთ არ შეაბიჯოთ ამ სამყაროში უკან დასახევი გზა აღარ არსებობს თუ არ გეზარებათ დაიწყეთ მაგრამ ჩემ არ დანევთო მოკლედ ძალიან საინტერესოა შენთან ერთად საუბარი იყო საინტერესო და ყოველთვის არის ამიტომ მინდა გითხრა და გავიდეთ ზუსტად 10 წუთი თქვენ მაყურებელო დაგმშვიდობებით ეს პირველი ჩანაწერი იყო საერთოდ დავგეგმავი 2 წუთში დიდი ალბათ დარწმუნა დავაედიტებთ პირდაპირ უბრალოდ ეგრევე ავტვირთავთ და მე ვფიქრობ ძალიან კარგი გამოვიდა და ყოველთვის საინტერესო გამოვა ჩვენ ორი საუბარი ეხლა რო კამერას ვნახულობ და თავი მოჭრილი და ისე რომ და დაგმშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე ეს პარკერ აკადემია